პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბრიტანულ პოდკასტთან ინტერვიუში თქვა. მისი თქმით, ის რჩება პრეზიდენტად და აგრძელებს მუშაობას. კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი პრეზიდენტს ისევ ემუქრება და ამბობს, რომ ცუდი სანახავი იქნება თუ ორბელიანების სასახლიდან პრეზიდენტის ძალით გამოყვანა და სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა მოუწევთ. კობახიძე ციხით ემუქრება მათ, ვინც პრეზიდენტის დასაცავად სასახლეში იქნება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება, ეს არ არის პარტიული ოფისი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია. შესაბამისად, იქ იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას. არა მარტო უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ სცენარში იქნება ჩართული. აქედან გამომდინარე, მე არ გონია, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ რიგში საკუთარ თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე გაწირავს 150 ადამიანს, რომელიც მასთან ერთად შეიძლება მოიაზრებოდეს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს სალომე ზურაბიშვილს და მზად არიან დაიცვან ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი. 29-ში რას ვაპირებთ, ეს პირველ რიგში არის, რა თქმა უნდა, დამოკიდებული ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე, ის იღებს ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას, ამიტომაც ამ კითხვის ადრესატი უნდა იყოს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ მასთან ერთად კონსოლიდირებულები ვართ, მიგვაჩნია, რომ ის გახავთ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი დღესდღეობით ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მისი დღის წესრიგი იქნება ალბათ გაზიარებული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მიერ. თუმცა ზუსტად რას აპირებს და როგორ აპირებს, ეს ჯერ მას არ უთქვამს მათ შორის ჩვენთვისაც. 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ღონისძიებაზე არ არის მიწვეული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიების, საერთაშორისო პარტნიორები და მოსახლეობის ნაწილი კი ყაველაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.